გიორგი კირთაძე არის კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. დავიწყოთ შეკითხვით, რომელიც პრინციპში გარკვეულწილად ახსნილი იყო ჩვენს შესავალ ტექსტშიც, რატომ აღარ არის ამ თანამდებობაზე ახლა ჩიქოვანი, იმიტომ რომ ის მიბმული იყო, ასე ვთქვათ, პირდაპირ რიჟვაძეზე. მაგრამ თავისთავად ის, რომ ამ ხელაქალაქის უკვე მეორე არჩევითი მერი მიდის თანამდებობიდან ისე, რომ არავის არაფერზე ანგარიშს არ აბარებს, ხსნიან პრაქტიკულად არჩეულ მერებს. აი ეს რას ნიშნავს და საერთოდ ბათუმში როგორ აღიქმება აი ესეთი გადაწყვეტილებები? ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სამი მერის არჩევნები ჩატარდა ბათუმში და თქვენ მართალი ბრძანეთ, ორი მერი ისე წავიდა, რომ რა ვიცი, არანაირი რაღაც ახსნა განმარტებისთვის თავი არ შეუწუხებიათ, მოკლედ ისე დატოვეს მათ თანამდებობა, ხოლო მესამე საერთოდ დაიჭირა ქართულმა ოცნებამ, რაც ადამიანის კარგი ამბავი არ არის არავისთვის და პირველ რიგში რა თქმა უნდა ამ ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის. არჩილ ჩიქოვანი ცალკე არ უნდა განვიხილოთ, ის ყოველთვის ნავახსენოთ ალბათ რიჟვაძესთან ერთად, ზუსტად ისევე, როგორც ისინი მოექცნენ პატარაძესა და ლაშა კომახიძეს, ზუსტად ისევე მოექცა უკვე ახალი მთავრობის თავმჯდომარე მათ, ხო, როგორც კი შეიცვალა მთავრობის ხელმძღვანელი, ზუსტად იგივე ფორმით, რა ფორმითაც დაინიშნა ჩიქოვანი ბათუმის მერად, იგივე ფორმით მოუწია მას ახლა რაღაცა გადადგომა და თვითონ დანიშნა ახალი მერი ქალაქში. ჩიქოვანის რაღაცა თან მიმართებაში თუ ვთქვათ, მის წინამორბედს მართლა ლეგიტიმაციის პრობლემა არ ქონდა და ის მართლა იყო ბათუმის არჩეული მერი, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, როცა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე მან დატოვა თანამდებობა. ჩიქოვანის არჩევნებს, რა თქმა უნდა, რაღაცა არჩევნებს ბრწყალებში ქონდა რაღაცა ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები და როგორც ჩანს, ეს მისი ესე ვთქვათ მმართველობის პერიოდს თავდაპირველად მიყვებოდა რა, ხშირად ვამბობდით ხოლმე, რომ ალბათ იმიტომაც, რომ ბათუმმა მას არ გამოუცხადა მხარდაჭერა, რაღაცა ამისი ბრალიც იყო ალბათ ბევრი ის დანაშაული, რაც მან და რიჟვაძემ, ჩიქოვანმა და რიჟვაძემ ჩაედინა ჩვენი ქალაქის წინაშე, ის მუდმივად გრძნობდა იმას, რომ მას ამ ქალაქში მხარს არ უჭერდნენ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალბათ უამრავი დანაშაულიც, რომელთა შესახებაც ალბათ ჩვენ მოახლოეს პერიოდში. ბატონ გიორგი, ასე რაღაცა კარგ ამბავს შევიტყობთ, იყო ამასთან პირდაპირ მიბმული. რადგან რამ გამოჩნდა ვახო ბოდიში და უცებ თქვენ თავად საქმეს, თავარი რამ გამოჩნდა აქ? არ ვიცი, ჩიქოვანი იქნება თუ სხვა იქნება დანიშნული ბათუმის მერი, ამას მართლა არ აქვს ამ ქალაქისთვის, ესე ვთქვათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეხლა თავარ რამეში არის პრობლემა. როგორ უყურებს ოლიგარქიული სისტემა და ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას, ზოგადად ქვეყნის დეცენტრალიზაციას, როგორ უყურებს ის ბათუმსა და აჭარას? არც არავისთვის უკითხავთ რიჟვაძესა და ჩიქოვანის მოყვანა და არც მათი გაშვება უკითხავთ, ხო არავისთვის. ისე მოიყვანეს ახალი ადამიანები, რომ არ ვიცი, სად არის ამ დროს არჩევით თანამდებობაზე მყოფი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა. რომელიმე მათგანმა რიჟვაძემ ან ჩიქოვანმა ეს პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე სად იგრძნო, სად გამოჩნდა, ხო ეს? ეს არის ალბათ ყველაზე ცუდი რამ, რაც რაღაცა ამ საქმეში ჩვენ უნდა დავინახოთ. ოლიგარქიული სისტემა ისე მართავს. ბოლომდე იგნორირებულია, რა ვიცი, მოსახლეობის აზრი, ბოლომდე იგნორირებულია, რა ვიცი, ყველა ინსტიტუცია და არ ვიცი, ამას მოყვება ხოლმე მე ის შედეგები, რაც მოყვება. ეხლა რიჟვაძე და ჩიქოვანი მართლა ქალაქს და იმას რეგიონს კი არ ემსახურებოდა, კაცო, ემსახურებოდა ოლიგარქიულ რეჟიმს და უბრალოდ რაც უფრო მეც გამორჩებოდა განმავლობაში და პირად სარგებელს მიიღებდნენ. ეგ იყო მათი მთავარი ამბავი. ეს არის, რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი, რაზეც თქვენს და ჩვენს გავამახვილეთ ყურადღება, რაც ეხება იმას, თუ როგორ ნიშნავენ ან არჩევინებენ და შემდეგ ხსნიან თანამდებობებიდან, ეს აჩვენებს ძალიან მძიმე სურათს, რა თქმა უნდა. ამასთანავე მაინც საინტერესოა ამ ოლიგარქიული მმართველობის გამოვლინებად თავისთავად, აი როდესაც უშვებენ მაგალითად რიჟვაძეს ან ნებისმიერ სხვას გვარებს არ აქვს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორ მიყვება მას ყველა, ვინც მან მოიყვანა, ვისთან ერთადაც აი ცუდ საქმეებს აკეთებდა, როგორც თქვენ ახლა ამბობდით, რასაც კიდევ ბევრს გავიგებთ თანდათან, მაინც როგორ წყდება ასეთი საკითხები. აი რიჟვაძე რატომ მოიძულა, ასე ვთქვათ, ივანიშვილმა, რატომ გააგდო ის, მიაყოლა ახლა ზედ ბათუმის მერი, მანამდე მამამისი მიაყოლა და ალბათ ამას ქვედა დონეზე კიდევ ექნება რაღაც გამოვლინებები, ხო, წმედა არის დაწყებული როგორც ჩანს. რატომ მოხდა ეს, შეგიძლიათ გითხრათ? კი, ამას გაგრძელება როგორც ჩანს ექნება აუცილებლად, ეს შეეხება როგორც აჭარის
ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობაში მყოფ მინისტრებს, ასევე მერიის სამსახურებს, ალბათ ეს შეეხება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტის მერებს და ამაზე უკვე დღეს ღიად საუბრობდნენ და ასე შემდეგ. რატო გაუშვა ოლიგარქმა ივანიშვილმა რიჟვაძე და რატო მიაყოლა მე ყველა სხვა დანარჩენი? სიმართლე გითხრათ, ბოლომდე მეც არ ვიცი. არ ვიცი რიჟვაძემ დასაშვებზე მეტი ფული მოიპარა, ან რაღაც ისეთ საქმეში გაყო თავი, სადაც არ უნდა გაიყო, არ ვიცი, მოკლედ. მაგრამ ერთი ვიცი, რომ ოლიგარქი ცალსახად ძალიან მაგრად არის გაბრაზებული რიჟვაძეზე, როგორც აქ ბათუმში ამბობენ და მასთან დაახლოებული ადამიანები მას ქვეყნიდან გასვლაც კი აქვს აკრძალული, მიუხედავად იმისა, რომ მას ქონდა მცდელობა, მან ვერ მოახერხა ქვეყნის დატოვება. როგორც ჩანს, ბევრ რამე შევიტყობ ჩვენ რიჟვაძესთან დაკავშირებით, მაგრამ თვალნათლივ რაც ჩანს, აი ბათუმის მაგალითზე, არასეზონზეც კი ქალაქში გადაადგილება რო შეუძლებელია. ეს ხო პირდაპირ კავშირშია კორუფციასთან. ავტობუსით ვერ გადაადგილდები ბათუმში, ისეთ საშინელი საცობებია, ხო? თუნდაც მხოლოდ ეს ერთი ფაქტი, ეს ხო პირდაპირ არის კავშირში უკანონო მშენებლობასთან. კომპეტენციის ნაკლებობა კი არ ქონდა მერის არქიტექტურის სამსახურს. ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით, რომ იქ ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანის მუშაობს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს მასშტაბურ კორუფციასთან, მივდივართ იმ შედეგებამდე, რამდენიც მიყვანია ბათუმი რიჟვაძე ჩიქოვანის მმართველობა. ეს პროცესი ბუნებრივია, კორუფციაში ჩაფლა ადამიანების მიშვება ასე ახლოს ფულთან და შემდეგ კონტროლი და შემდეგ შანტაჟი, ისე გაწევა, რომ მათ ხმა არ მოიღონ და ბოლოს დაშინებულ მდგომარეობაში ჩამოკიდება, მათ თავზე საქმეების, რომლებიც შეიძლება არასდროს აღიძრას ან შეიძლება ხვალვე აღიძრას, ხომ ეს არის რეჟიმისთვის მახასიათებელი, ეს ზოგადად ეს ჩარჩო ამაში მოქმედებს, თუმცა მე მაინტერესებს ვიკითხო ასეთი რამ, რა თქმა უნდა, როდესაც რიჟვაძის ნაირ პოზიციაზე მყოფ პირს და შემდეგ უკვე ბათუმის მერის და ასე შემდეგ ემართება ასეთი რამ, მათ თავს ხდება ასეთი რამ, აღარავის გარანტია პრინციპში არ აქვს, რომ და ლილუაშვილს ემართება ასეთი რამ, ღარიბაშვილს კიდევ მათზე უფრო დაახლოებულ პირებს ხომ ივანიშვილთან. იწევს თუ არა ეს წრის დაპატარავებას, მათ შორის შიშის გაზრდა, აი ყველაზე ახლო გარემოცვაში ნიშნავს თუ არა იმას, რომ ხაზაჭერა ავტომატურად ივანიშვილს უსუსტდება საკუთარივე წრეში, ანუ ვიწროვდება თუ არა მისი წრე. რა თქმა უნდა, ესეა ეს ბუნებრივი პროცესიცაა, რა ვიცი, სხვადასხვა სფეროში წარმატებული პატიოსანი ადამიანები დღეს თავს არიდებენ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას და ეს რა ვიცი, ყველგან კარგად ჩანს, ხო? განსაკუთრებით კარგად ჩანს მათი მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ საკადრო ნაბიჯებთან მიმართებაში. პრაქტიკულად ყველა თანამდებობის პირი რაღაცა ძალოვანი სტრუქტურიდან წამოყვანილი კადრია, მათთვის ეხაც მათ შორის ბათუმის მერიც, ახალი მერი. ამ ყველაფრის გაგრძელება რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცა ბრძანებას იღებენ და შემდეგ მარტივად ასრულებენ, ხო? თორე პოლიტიკურ რაღაცა ცხოვრებაში ცნობილი ადამიანები ქართულ ოცნებასთან ვინ არის, ხო, ახალი მისული? უამრავი ნიჭიერი, კარგი ადამიანია დღეს ბათუმსა და აჭარაში, მაგრამ ეს ხალხი ქართულ ოცნებასთან დღეს არ თანამშრომლობს, ამიტომაც უწევთ, როგორც ჩანს, მათ ძირითადად რაღაცა ძალოვან სტრუქტურაში ნამუშევარი კადრებით პოლიტიკური თანამდებობის პირების დაკომპლექტება. კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ ვიდრე დაგემშვიდობებით, ეს ეხება ალბათ ყველაზე უფრო მთავარს, რაც ჩვენ გვაინტერესებს, თავად განწყობებს ბათუმში და თავად აი ასეთი გადაწყვეტილებების ეფექტს, ხომ? აი ჩვენ ვახსენეთ, რომ თქვენ და ჩიქოვანი იყავით კონკურენტები, ბევრის აზრით ის არჩევნები თქვენ მოიგეთ, მაგრამ ნუ დასრულდა ისე, როგორც დასრულდა, მაგრამ აი ახლა რა განწყობები არის ბათუმში, ქართული ოცნების პოზიციები ზოგადად აი ამ ქალაქში როგორია? მთელი აი იმ არჩევნების შემდგომ კიდევ იყო არჩევნები, მაგრამ აი ეს საკითხები რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ხო, აი თვითმმართველობას განკუთვნებული საკითხები ძალიან მოქმედებს მოსახლეობაზე, ძალიან მტკივნეულად აღიქმება. მაგალითად ჩვენ ძალიან ტრაგიკული ფაქტებიც ვნახეთ ამას წინათ და იქაც ბუნებრივია ყველგან იკვეთება ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თუმცა არ იღებენ ამაზე პასუხისმგებლობას. აი ამ სურათის გათვალისწინებით შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რამდენად საპროტესტო ქალაქია ახლა ბათუმი? ბათუმი არის ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ქალაქი და ეს არ მხოლოდ იგრძნობა პრაქტიკულად ყველგან, სადაც არ უნდა გავიაროთ ბათუმში, არ ვიცი, სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, უშუალო კონტაქტით ხალხთან და ასე შემდეგ. სხვა შეიძლება ძალიან გაოს თბილის, ზუსტად
ანალოგიური არანაკლები საპროტესტო განწყობა არის ქალაქში და დღესაც ეხლაც მათ შორის საპროტესტო აქცია იმართება ბათუმში წვიმის მიუხედავად. ოღონდ ამასთან ერთად ეს ყველაფერი მხოლოდ ამ რაღაცა ჩემი სუბიექტური აღქმები კი არ არის განწყობებთან დაკავშირებით. კონკრეტულ შედეგებშიც კი აისახებოდა თორნიკე რიჟვაძე 2018 წელს დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად. საერთოდ უცნობი იყო ეს აჭარისთვის და მიუღებელი კადრი იყო და ეს კარგად გამოჩნდა ძალიან მალე 2018 წლის არჩევნებზეც, შემდეგ კარგად გამოჩნდა 2020 წლის, 21 წლის, ანუ კარგად გამოჩნდა, რომ რიჟვაძესა და ჩიქოვანს ბათუმი მხარს არ უჭერდა და თუ ქართულ ოცნებას სადმე რაღაცა ქართული ოცნების ხარდაჭერა სადღაც სხვა რეგიონში ცოტა შედარებით მეტი იყო ვიდრე ბათუმში, ალბათ ამისი ბრალიც იყო. ამათი უпроსტოდ ამათი ბჭყალებში დამსახურებაც იყო ქართული ოცნების დაბალი რეიტინგი აქვს, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით მას შემდეგ რაც თქვენი კოლეგა მზია ამაღლობელი საპრობილეში ჩასვა რეჟიმმა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ასევე ბათუმელი ზვია ცეცხლაძე და სხვა უამრავი რაღაცა პოლიტიკური პატიმარი ყავს ჩვენს ინდისის ტყვეები და მათი ნაწილი ჩვენს ქალაქში დაიბადა და გაიზარდა. ამის შემდეგ რა თქმა უნდა ეს საპროტესტო განწყობა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი ჩვენს ქალაქში. ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, მაგრამ ბათუმი ვფიქრობ რომ აქაც რაღაცა მოწინავე არის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.